ჩიტმა ამბავი მომიტანა. პროკურატურა ტრესტის საქმეებში ითექებაო. იმ ჩიტმა არ გითხრა პროკურატურამ რაიპო კავშირის საწყობით რომ დალუკა. რა უნდა ერთი ამ გავაშელს გამაგებინა? რა ბზიკმა უკბინა? რა უნდა უნდადეს პროკურორია და თავის საქმეს აკეთებს. ამ საწყალდათიკოს სამსახურიდან მოხსნა არ აკმარეს. რას ერჩიან ამ ავადმყოფკაც ერთი ამიხსენ. და საერთოდ რა ხდება გამაგებინა? რაც ყოველთვის ხდებოდა. მიდის ბრძოლა პატიოსნებასა და უპატიოსნებას შორის. და ამას ეძახით თქვენ ნეგატიური მოვლენების წინააღმდეგ ბრძოლას, რა? ოჩახცმო. მაგარი ყოფილა ეს თქვენი გიორგი თორელი. მაგარია? მაგარია. ხმიადაძის ამბავზე თუ ელაპარაკე? ველაპარაკე. რაო? ხმიადად რომ ჯიბგირიო უშენოდაც ეცია. შენ უთხარი ჯიბგირიო? მე უთხარი. კარგად გითქვამს, კარგად. ისე შენ ძალიან შორს წახვალ ხომიცი. მაგრამ შორს ზევით უქვევით ამას ვერ გეტყვი. ამხანა გოგლონტო, ერთი წუთით. საერთოდ, ნუ დაგავიწყდება თქვენ სულ ყველას. რომ გივი ვანიძე ჯერ იქ მაღლაზის. კიდევ იქ არის? იქ არის, იქ. რას მეუნდა? აბა კარგად იყავე. სადღეგრძელოში რომ გეტყვიან. შენი სურვილებისა და ოცნებების სრულ განხორციელებას გისურვებო სისულელი. ეგრეა. სრულ განხორციელებას კი არა. მეოთხედი მაინც რომ აგისრულდებოდეს კაც. ჩვენი მსახიობები არ არიან? ჩვენი თეატრი. ბატონო გიორგი, საიდან სადო? ისეთი არაფერი ბატონო გიორგი, გასულ სპექტაკლზე მივდიოდით, ავტობუსი გაგვიქუჩდა გზაში. კიდევ კარგი სამხედროები შემოხვდნენ. გვითხრეს რომ ჩვენ აგიყვანთო იმ სოფელში. სირცხვილს გადაგვარჩინეს, გასვლითი სპექტაკლი შეგვეშლებოდა. მსახიობები ძალიან გვიყვარსო და აი მივდივართ. გამარჯობათ ხალხო. გამარჯობათ, როგორ ახართ, როგორ გიგითხოთ, რა ხანი არ მინახი ხართ. უკაცრავად რომ თქვენს პრემიერას ვერ დავესწარი, რა ვქნა თბილისში გამომიძახეს, სხვა გზა არ მქონდა და თამარ, ბავში გაწვალდება ასე. მიეჩვია. ამასაც ჩვენსავით უყვარს ხედია. ალბათ. შენაშვები რომანტიკოსო. ისე ვარ, როგორც მეკადრება. ოჩახ, ნატოს ad არის? ნატო, როგორ ახარ? კარგად. ოჩახ. ეხლა არაფერი არ უჭირს, ეხლა კარგად. ეხლა კი თბილისიდან ჩამოდიოდა იმ დღეს პირდაპირ. თბილისიდან ჩამოსვლამდე იმდენი იტირა წისქვილს დაატრიალებს. ისე გაგუქუჩა გუნება ლამის ისევ თბილისში დავბრუნდით. ახლა კი სულ ვიცინით. არა, მაინც რასაშინელი დღე იყო ის დღე. გახსოვთ ჩამოვიდით თუ არა, ბავშვებს გული გადაუტრიალდა, მთელი არამარე სულ თოვლით იყო დაფარული. ჩვენ კი ისე ვიყავით ჩაცმულები, თითქოს გაგრის პლაჟზე მივდიოდით. მშობლები მოგტიროდნენ, სადი კარგები სად მიდიხართ? აბანაკება სიცხე დავტოვეთ. გასვლის სპექტაკლებზე მაყურებლის დასწრება როგორი? ყოველ სოფელში უამრავი მაყურებელი ყავს, ბატონო გიორგი. ხანდახან ტევა არ არის, სუნთქვას გაიგონებს ადამიანი. საკუთარი სკამებით მოდიან. ძალიან გვიან გვიხდება სპექტაკლის დაწყება, სანამ სამუშაოდან მოვლენ. საქონელს დააბინავებენ, მერე აუცილებლად საზეიმოდ გამოიპრანჭებიან. ამასობაში ხდება 10 საათი. ვერასოდეს ვერ მოვახერხეთ ადრე დაწყება. მართლაც და 10 საათი ადრე ვერასდროს ვერ ვახერხებთ სპექტაკლის დაწყებას, ეს პირდაპირ უბედურება. მერე სპექტაკლი გზა, ღამის 2-3 საათამდე ძლივსა ბრუნდებით სახლებში. რამე ხომარ შეგვიძლია დაგეხმაროთ? არა, ძალიან დიდი მადლობა. არტისტი ამაყია. ეგრე ხალი არ გაუვა. ნება მომეცე წარმოგიდგეთ, უფროსი ლეიტენანტი აბაში. ძალიან სასიამოვნო ამხანაგო უფროსო ლეიტენანტო. დიდი მადლობა რომ თეატრს დაეხმარეთ. რას ვზენებთ ამხანაგო მდივანო? ჩვენ იმდენად გვიყვარს მსახიობები, რომ ნებისმიერ დრო გზად ვართ დავეხმაროთ. ზამთარში, ზაფხულში, თოლსარაწვიმაში. საკუთარ საქმეს ნუ მოწდებით. ნუ ღელავთ. ჩვენ მსახიობებს ადგილზე მივიყვანთ და ნაწილშიც დროზე დავბრუნდებით. ოღონდ ერთი სათხოვარი გვაქვს თქვენთან. ბრძანეთ.
ხომ არ შეიძლება რომ ჩვენთანაც ითამაშონ ერთ სპექტაკლს? აი, რეჟისორს კითხეთ. კი ბატონო, დიდი სიამოვნებით. მსახურებით საბჭოთა არმია. კარგად ბრძანდებოდეთ. დიდი მადლობა. აბა ჩქარა, ცოტა. აბა სირვილი. მგზავრობა. ვაი, მეკუთი დავიღო. ო, დამსვიეთ ბატონო, დალეცეთ თეატრის ვარიანდება, ჩქარა. ბატონო გიორგი, ბატონო გურა, კარგად მივავით. ერთიერად ვერახეთ. ისე მახსოვს 41 ომი რომ დაიწყო. აღარ აგისრულებთ აპირებულს რაიკომის დივანი. აბესალ ვინ ყავს მე და შენ ამისთან ამტერი? მე და შენ მტერი ამას არის ზამდა. ეს ქვეყნისთვის გაკეთებულია. მოყავთ! ვინც მენახი აჭეხა მოყავთ! მოიცათ ხალხო. გაუხსენით ხელი. Tadi. მოშორდი ამ სოფელს. შენი დანაშაულისთვის სასჯელი არ არსებობს. შენთვის სასჯელი არავის დაუწესებია, იმიტომ რომ ადამიანისგან ასეთ საქციელს
არამინ არ ელის. წადი მოშორდი ამ ხალხს და გახსოვდეს, რომ ამათვის შენ აღარ არსებობ. არ იქნება ქვეყნად არც ერთი კაცი, რომელიც შენ თავის სახლის კარებს გაგიღებს. ან საკუთარ სახლში როგორ უნდა შეხვიდიან, შვილი არ აკავს, ან დედას რას ეტყვიან, ძმას, ან წადი. 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 მათხოვა რომ არ დროს მოხვედი გიორგი. სალომეს სტუმრები ხავს. ვინ არიან? დღეს თუ მაგის დაბადების დღეა. ნახე საჩქრების მიიღო. დედამისის დეპეშამაც მოუსწრო. შენ წარმოიდგინე იმ შორეული ავსტრალიიდან 2 საათში მოვიდა დეპეშა. გეშება რა? მე ხლა მათ მიხედავ. გამოვა და შენ გაჯმა. რა მოგივიდა გიორგი? არაფერი. რაღაც შეგემთხვა. არაფერი. დაიცა, რაზე დაგირეკეს დილაუთენია? ჭოკნარში სანერგია ჩეხეს. ვაიმეშე. სულ აჩეხეს. სულ. რა უნდა ქნახლა? მოხვედი? მაპატიერა სალომე. მომელოთავს. მადლობთ. დამოდი. სად? იქით. არა, არ შემიძლია რა. ასე სალომე, მოიცა. დამოდი. საიდან? მიწეგოთ? ორი გამოგვდია. კარგია. აი. აბა, ამის პატრონმა რა ქნას? ბატონო? ბატონო? რა ქნას ამ მაგფანტის პატრონმა, ჩემო ბატონო, ეს მაგფანტის პატრონი მაგიდის ქვეშ გაწვრეს. ძალიან კარგი.
ხო, ბატონო ვასო. დიახ. ჩვენი სათვალე. ბატონო ვასო. ნებას ხარამე გააკეთე. მე თელინის მონოლოგი დავიკეთე. არა ბატონებო, არა, მე ჩემს მიერ გამოტანილ განაჩენს არ შევცვლი. კონსორ. გამარჯობა. აი, ბატონებიო, როგორ გამახარეთ. გამარჯობა ხალხო. არა, ამათთან კაცი არასდროს არ დაბეჭდა. რა თქმა უნდა. მინდა ჩვენთან ერთად ფანტის თამაში. მინდა. ძალიან კარგი, მაშინ ფანტი გვიბოძე? დიახ. ჯერ გამოჩნდა უნდა ჩაგვეყო. ხო, გამოსვლოთ მივიღოთ როგორც რაიკომის პირველი მდივანი. მინდა, რომელი მეტალოსანი მე ვარ. გამომცადეთ. ქალბატონებო და ბატონებო. ხო, ბატონო ვასო? პატივცემულომ არა, ამხანაგო მდივანო. იმისათვის რომ მიგიღოთ ჩვენს კომპანიაში ორი გამოცანიდან ერთზე მაინც უნდა გავქცეთ პასუხი. ხო, ხუთამდე ვთვლი. პირველი ვინ იყო ის, ვისაც 1812 წელს ეხურა ყველაზე დიდი ქუდი. ყველაზე დიდი ქუდი. ნაპოლეონი. 1 2 ნაპოლეონ ბონაპარტი. პასუხი არ არის სწორი. არ არის სწორი. რატომ ბატონო? ოლოლო შენ ვერ გამოიცან. ვიბოძეთ სწორი პასუხი. 1812 წელს ყველაზე დიდი ქუდი ეხურა იმას, ვისაც ყველაზე დიდი თავი ჰქონდა. მეორე გამოცანა. მეორე გამოცანა კეთილი. მაშასე არსებობს ორი რამ. ერთი არ ვიცი, მეორე არ მახსოვს. არ ვიცი, არ მახსოვს. კარგად აქონიათ საქმე, აი ჩემამდე. საიდან იგონებს ამისთანა თალსატეხს? ამებს მე არ ვიგონებ ქალბატონო. ამას სალხით ხზავს. მაშასე ორი რამ, პირველი არ ვიცი, მეორე არ მახსოვს. გასაგებია. 1 2 3 4 ვიცი. პირველი. არ ვიცით როდის მოვკვდებით. სწორია. მეორე. არ გვახსოვს როდის დავიბადეთ. ვაშა ბატონებო, გამოიცა. გამოიცა. ამხანაგო მდივანო, ამიერიდან თქვენ მიღებული ხართ ჩვენს კომპანიაში. ფანტი. ილოცავს სული და გული. აი ფანტი. აბა, ფანტი გრძელდება. გრძელდება. პატრონმა რაკნას. რაკი ნაჯახს მოკიდეს ხელი, მეტყობა ძალიან აუფორი აქ იმყუდრო ცხოლი. ის ნაჯახი ვენახს კი არა, შენ შემოკლეს ბიჭო. ძალიან გაგიჭირდება მაგათთან ბრძოლა. აი, წინათ სხვა იყო. მაშინ მტერს ქონებაც ჰქონდა, იარაღიც. მაგრამ ძალაუფლება არ ჰქონდა. ახლა ვისაც შენებთ იმას თანამდებობაც აქვს და ძალაუფლებაც. ზოგს კიდევ მანდატიც გეუდევ ჯიბეში. და საბჭოთა ხელისუფლების ბურჯად მოაქვს თავი. რამდენია შემძრალი ბარდიაში. კარგი ცხოვრებისათვის ღმერთო ჩემო.
დღე ავშრომობთ. ღამე ავშრომობთ. გამარჯობათ ამხანაგო მდივანო. გამარჯობათ. ბნელა იცით თქვენთან კიბეებზე. მთელი ქალაქი გაჩახჩახებულია. არაფერია, რამდენიმე წუთში იქნება შუქი, რაღაცას აკეთებენ. დაბრძანდით. აიქ. გვალობთ. საქმე გაქვთ რამე? არა. როგორ გითხრათ, საქმე ისეთი თითქოს განსაკუთრებული არაფერი. აი მოლაპარაკება კი მინდოდა თქვენთან, მაგრამ როგორც ხედავ, ჩემთან საუბარი არც თუ ისე გსიამოვნებთ. რას იზამ? ხანდახან გიხდება კაცი ისეთი რამის გაკეთება, რაც მაინც და მაინც არ გსიამოვნებს. ჩვენ ახლა აქ მარტონი ვართ. როგორც იტყვიან, მოწმეების გარეშე. მოდით გულწრფელად, ვაშკაცურად, აი გულახდილად ვილაპარაკოთ. შეიძლება? კი ბატონო. უკაცრავად. მითხარით. რატომ გამომიგზავნეთ კომისია? ტრესტის შესამოწმებლად. თქვენზე ხალხში ცუდი ხმები დადის და მინდოდა ეს ხმები შემემოწმებინა. ნუ აყვებით ჯოხებს. კომიცით ქვეყანაზე რამდენია შურიანი ადამიანი. მე ერთი მშრომელი კაცი. მე შემიძლია ტრიალ მინდორზე წარმოება გავმართო და სახელმწიფოს მოგება მივცე. მარტო სახელმწიფოს არა ალბათ, ამას არა აქვს ახლა მნიშვნელობა, დაუშვათ ეს ასია. დაუშვათ არა, უფრო მეტიც, ეს ასია. მაგრამ ჩვენ სოციალიზმი მხოლოდ იმისათვის ავაშენეთ, რომ ადამიანებმა უკეთ იცხოვრონ. მხოლოდ საკუთარი შრომით. იცით, რამდენადაც მე ვიცი, მარქსიზმი არ გულისხმობს ბუნების კანონების შეცვლას. ის ამ კანონების შესწავლას და ადამიანის საკეთილდღეო დამორჩილებას ითვალისწინებს. არ ვიცი, მე განა მისწრებება უკეთესი ცხოვრებისაკენ ადამიანის ბუნების კანონი არ არის. დაუშვათ? დაუშვათ არა, ბატონო გიორგი, ეს ასია და ამის შეცვლას აზრი არ აქვს. დამერწმუნე. ბავშვმაც კი რომელიც ძუძუს სწოვს უკვე იცის ჩემი და შენი. აი თქვენ ეს არ იცით. თქვენ იცით მარტო ჩემი. არ გამოდის რაღაც ჩვენ შორის გულწრფელი საუბარი. მე თქვენ ადამიანური პოზიციებიდან გელაპარაკებით, თქვენ კი რაღაც ლოზუნგებით პასუხობთ. გაუგებარია. თქვენ მე გამომიგზავნეთ კომისია. მე გპასუხობთ. ვერავით არის კომისია. კომისია კი არა. არქი კომისია რომ მობრძანდეს, ვერაფერს ვერ აღმომიჩენს. ეს ასეა. მე თქვენ ისიც შესანიშნავად იცით, რომ არც მაღლა მაკლია მე. ფარველები და ყველაფერი ეს გაითვალისწინებთ. გამოთვალეთ. რა უფრო ხელსაყრელი იქნება თქვენთვის, ჩემთან მეგობრობა თუ ტრობა? ჩვენ თავისუფალი აზროვნებისა და თავისუფალი საქმიანობის გზაზე ვდგავართ. იმ გზაზე, რითაც დაიწყო სულა კაცობრიობამ თავისი დასაბამიდან. ამ გზით მიდის მთელი მსოფლიო. ეს ობიექტური კანონზომიერებაა და ამას ვერავითარი პოლიტიკური დოქტრინა და სახელმწიფოებრივი მექანიზმი ვერ შეაჩერებს. ჩემგან არ გესწავლებოდ. როდესაც ჩვენ ქვეყანას გაუჭირდა ლენინმა ნეპს მიმართა. ყველა სიკეთესთან ერთად თქვენ დემაგოგიც ყოფილ ხართ. თქვენ და თქვენი სანეფს ის გიწყობთ ხელს, რომ
ადამიანთა ინტერესები, გემოვნება და მოთხოვნილებები უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე მათი დაკმაყოფილების საშუალებები. ეს გლობალური, ობიექტური კანონზომიერებაა. მაგრამ მე თქვენთან კამაც არ ვაპირებ, სხვა რამე მაინტერესებს. რა გინდათ პარტიაში? ალბათ სიამოვნებით გამრიცხავდით პარტიიდან, რა? თქვენ საკითხს ბევრი უახლოეს მომავალში განიხილავს. გასაგებია. ბატონო გიორგი, მე არა ვარ ასე ადვილად წასაქცევი კაცი. ბოლოს არ ინანოთ. რომ არ ვინანო, რა უნდა ვქნა? ეხლა მოგახსენეთ. ძალიან გთხოვთ. გამოიწვიეთ უკან თქვენი კომისია. აკი არავითარი კომისიის არ მეშინიაო? არა, მე არავითარი კომისიის არ მეშინია, მაგრამ მაინც ასე სჯობია. მერე ბატონო გიორგი, ზოგიერთ საკითხში ჩვენც დაგვიგდეთ ყური, აი მაგალითად კადრების შერჩევის საკითხში. არა ვარ ჩვენ ახლა ისეთი ხალხი, რომ მუჭკულ ორჩევა დარიგება მოგწევთ. გარდა ამისა, ბატონო გიორგი, ჩვენ კიდევ ბევრი რამ სხვისი მოცემად შეგვიძლია. როგორ გითხრათ? არსებობს ბევრი ცხოვრებისეული სიკეთე. ჩვენ ახლა მართლა არავინ გვისმენს და არავითარი მოწმე არ არსებობს. მაგრამ ნუ თუ საკუთარი სინდისი არ გაწუხებთ. ვერ გავიგე? როგორ? ნახვამდის. გზები გავიყვანეთ. სახლები ავაშენეთ. ელექტროენერგია. ხალხი კი არა დაარჩენს. საოცარია პირდაპირ. თითქოს აქამდე უნდა ჩამოსულიყვნენ. ამბობენ აჭარაში ქალები ჭირვეულობენ, თორემ კაცები ძალიან მოწადინებული არიან აქეთ გადმოსახლებას. ასეც ვგრძნობდი. ქალების ხრიკებია ეს. ქალბატონო ასმათ, ამ ამბავს ისევ ქალი თუ მოულის. წასვლას რომ მოახერხებდეთ, ამას რა აჯობებდა? ხალხს ნახავდით, ყველაფერს აუხსნიდით. ველაპარაკოთ ბატონ გიორგის და როგორც გადაწყვიტავთ. მე შემიძლია ახლა წავიდე. თუ ასმათი თანახმა აჭარაში წასვლაზე, ამას რა ჯობია? კეთილი და პატიოსანი. მაგრამ ასმათ გახსოვდეს. ეს საკითხი უნდა გადაწყდეს. და უნდა გადაწყდეს აუცილებლად დადებითად. სხვა გზა არ არსებობს. ხომ მოგწონთ ქალბატონო ასმათ აკაურობა? ხომ ლამაზი? სათიბები ხომ დასამხარზია? საძოვრებიც ხომ მოგეწონათ? ყველაფერი ძალიან ლამაზია, გადასარევი. ვიცოდით მოგეწონებოდათ. მაგრამ არ ჩვენი მხარია ნაკლები. ესეც მართალია. ხო და რაღაც მოყმანოთ, ადექით და გადმოსახლით.
ზოგს ადვილი გონია. აი ფიქრობთ და ვერ გაგვიბედნია. კაცები ფრთხილი და გაუბედავი ხალხია. რაც არ უნდა კარგი საქმე იყოს, მაინც უჭირთ გადაწყვეტილების მიღება. ხომ სწორია? შეჩეული ჭირი მირჩევნია შეუჩეულ ხინსაო, ესეც ხომ კაცების მოგონილია. აბა მითხარით ქალებო, დედაკაცი ასეთ სისულელეს ხომ არ იტყოდა. ისევ თქვენ ქალებო, სალამი, თქვენ წამობძანეთ. გამარჯობა. თქვენ ქალებო, თქვენ უნდა გადააწყვეტინოთ, თქვენ უნდა შეუჩდეთ, არ მოასვენოთ. ხომ გაგიგონია დედაკაცმა თუ მოიდომა ცხა უღელი ხარკამეჩი ვერ დააკავებსო? ამიტომ თქვენ უნდა შეუჩდეთ თქვენ ხრებს და გადაადგმევინოთ ეს ნაბიჯი. აბა თქვენ იცით ქალებო. დაარწმუნეთ თქვენი ხრები. შეეშვან ამ შეჩეულ ჭირს და შეუჩეულ ხინში გადმოვიდნენ. მიწა გვაქვს ისეთი როგორც ერბო. ოსნეულს არ იკითხავთ? წიწმატი მოა ისეთი ეზოს გადაჭრდილავს. ჩვენებური პამიდრისა და კიტრის თესლი ევროპის ქვეყნებში მიაქვთ. დათესვეს კიდეც. ისეთი არ მოვიდა ახლა ეტყობა ყველაფერი მზისა და ჰაერის ბრალია. ჰავა როგორი გვაქვს? რაც აქა გაქვთ მიწის ნაკვეთები. ორი იმდენს მოგცემთ. წყაროები ანკარა. სხვა რაღა კი. რა სიტყვით ქალები? მიირთვით. მე პირადად იქ დავიბადე. კარგის მეტი არაფერი არ მახსოვს. ყველაფერი გვაქვს. სკოლა, ინტერნატი, საავადმყოფო, ტელევიზორი, კინო, რადიო, ახლა სტადიონიც გავხსენით. აი ციცინო თქვენებური ქალია. თვითონ ნახათ თავის თვალით ყველაფერი. კითხეთ, თქვას როგორი ბინები ავაშენეთ თქვენთვის საცხოვრებლად. თქვი, ციცინო თქვი. მართლაც შესანიშნავი სახლები აგვიშენეს. ორსართულიანი, კარგი ეზოებით. ქვემოთ საქონელსაც დააბამ სახლებში, ზემოთ ნათელი და დიდი ოთახებია. ნეტავი იქ მაცხოვრა. თუ ჩვენი აშენებული არ მოგწონთ, სესხს მოგცემთ. თქვენ თვითონ ააშენეთ, თქვენი ჭკუით, თქვენებურად. რას გაჩუმებულ ხართ, ქალებო? გამარჯობათ. გამარჯობათ. გამარჯობა. როგორ ბრძანდებით? მე არ ამიშავს, მაგრამ თქვენი საქმე ვერ უნდა იყოს მაინცსა და მაინც კარგად. რაღაც ძალიან გამეჩხერებული პრეისკურანტით ვაჭრობთ. რომ არა ვარ ჩვენ ასე ღარიბები? საწყობში სიგარეტი გააქვთ, კოსმოსი მაგალითად. როგორ არა, რამდენის გნება? რაღაც ვერ ვატყობ. იცოდეთ, ვინც ეწევა ორმაგ ფასს სიხდის მაღაზიაში და მიაქციეთ ამას ყურადღება. თვალისწინებს ბატონო. ნუ ზაბონ. გამარჯობათ. გამარჯობა. ხო, რა მინდოდა მე თქვა. ჩასაწერად არ ვამბობ, მარინა. ასმათიაშვილი თუ დაბრუნდა? დიახ. შემოვიდეს ჩემთან. მაინც რაო? რა თქვეს? არაფერი არ თქვეს. რაც იმათ ველაპარაკე, რაც იმათ უმტკიცე. იმათ კი არც ხოთქვეს და არც არა. აღარ ვიცი რა ვქნა. გაგვიჭირდება უმაგათოდ. ვაიოს ველებს ვერ მოვერევი, ძალიან გაგვიჭირდება. ნუ თუ ყველაფერი ჩაიშალა. ისე კარგად მიმიღეს. ყველგან მეპატიჟებოდნენ, რას არ მთავაზობდნენ. დავიცადოთ. ნახოთ. ამხანაგი რაზმაძიეთ ცეკადან. გურამ ბლონდთან ერთად გელოდებათ. მობრძანდეს. მობრძანდეთ. გამარჯობათ. 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 დაბრძანდეთ. ცენტრალურ კომიტეტში შემოსული საჩივრების განხილვა ჩვენს განყოფილებას დაევალა. და აი მეც ამ საკითხზე გეახელეთ. მაინც რას გვიჩივიან? მაგას ვინ ჩამოსვლის? ძალიან ბევრს გვწერენ აქედან. გურამ. დაეხმარეთ ამ ხანაგ რაზმაძეს, რათა ყველაფერში საფუძვლიანად გაერკვეს.
მოხალხო გიორგი. ძირითადად ეს საჩივრები პირადად თქვენ გეხებათ. ამიტომ ჩვენ გონი გვექნება შესაძლებლობა მალე შევხვდეთ ერთმანეთს და ვისაუბროთ. კი ბატონო, შევხვდეთ და ვისაუბროთ. არ მომწონს მე ეს ვანიძის გამოგზავნილი კაცი. ასმათ. მე მგონი არც მაგას მოვეწონეთ, ასე რომ ჩვენ ბარი-ბარში ვართ. სამასი ოჯახი მოდისოთ, ზია გიორგი. რა გაივსება ნასოფლარები? სამასი ოჯახი ხომრობა ხომ არ არის? სოფელი სოფელს დაემსგავსება. ეგრე არ არის, ზია გიორგი? ეგრეა ბესო. ეგრე. არადა მანქანის ხმას რომ არის მის? ალბათ ნახიდართან თუ შეყონდნენ. ალბათ. ესო. იყო დრო, როცა აქ ტერი და დუშმანი მოდიოდა. დღეს კი მოდიან, ზია გიორგი. ეს სოფელი მესიგორა? მესიგორა, მაშ. სწორედ მიდიათ, არა? სწორედ მიდიხარ, გენაცვალე, სწორედ.
კი, მაგრამ განა ეს საქმეა. ამ გიორგი თორელს საქუდად არ მიაჩნია და დედამიწა ქალამანად. სახელმწიფო საგეგმო კომიტეტმა უარი უთხრა, ის მაინც თავის ასაკეთებს. პარტიზანულად მიაყარა სულ იმ ვაიოსველებს სახსრები, მასალები, მუშახელი. ჩავარდა რაიონის გეგმები ამხანაგო იური. არ ვიცი მე კაცო, ეს ქვეყანა ჩალით არის დახურული ბოლოს და ბოლოს. აი ხლა თქვენ აქ მოგავლინათ ცენტრალურმა კომიტეტმა ამ საჩივრების განსახილველად. მე მგონია რომ ისეთი მტკივნეული საკითხი, რამაც რაიონის ეკონომიკა დაღუპვის კარამდე მიიყვანა, კაცრი რეაგირების გარეშე არ უნდა დატოვოთ. დარწმუნებული ბრძანდებოდით რომ ეს ასეც იქნება. თორელის თვითნებობას ბოლო უნდა მოეღოს. ეს ვოლუნტარიზმია და მეტი არაფერი. ნამდვილად ასეა ამხანაგო იური. ხვალ როგორც მოგეხსენებათ, ვაიოსველების გადახმნის სახალხო ზეიმიც კი დანიშნა. უნდა რომ აჟიოტაჟი შექმნას. მოატყოს საზოგადოება. გიორგი. გიორგი. ბატონო. რა კენჭამე რამე? აბარა. მიდი ხარ. ეგრე მიდი ხარ? რა მოხდა? რა საგებ ხარ კაცო? რა გინდა რა? დღეში ყველაზე ლამაზი უნდა იყო, მიდი კარგად. მიდი. რატო იცი ეს ჩაციება? რა ჩავიცი? არაფერი გაქვს. ესა? აბა ეს? აი ეგ საოცრად გიხდება, ეგ ჩაიცი. ხალს თუ კი კიდევ. ვერ ვიტან ამ ხალს თუ გისკეთებას მახჩობს. უნდა გაიგეთ, იმიტომ რომ ძალიან გიხდება. გამოიღე. რომელი მოგტონს ბატონო? ეს? არა. მაშინ ამას გავიგეთ. კარგი ხარ, ციგნობას თავი დანება. აი ლურჯირო. აჰა. ამაგვიანდა. რომელ საათზე იწყება ზეიმი, როდის იგრიბებით? 8 საათზე დედა. 8-ზე ვარ შეთანხმებული. ხომ იცი, ერთ-ორ დღეში მოსკოვში მივდივარ. ასე რომ ავადმყოფობა სასტიკად გეგრძალება. რამდენი ჭაღარა გაქვს შვილო? ბევრი. ჩემთვის კი ისევ ისეთი ხარ, აი სურათი რო გადაგიღეთ. მაშინ პირველად გაგიშვი ხელი, ჯერ წაიბურძიკე, მერე წახვედი. იმის შემდეგ სულ მივდივარ. შენ მარტო დარჩენის ხომ არ გეშინი? არა, გენაცვალე, რასამ. ხელი რომ გაგიშვი და გაიარე. მაშინ ვთქვი ჩემს გულში. კეთილი გზით გევლოს ჩემო ბიჭო მეთქი. მეც ვცდილობ სულ მაგ გზით ვიარო. ვიცი, გენაცვალე, ვიცი. წადი ხარ და გაგვიანდეს. ადექ, წადი. ჩვენი მეზობელი, ნინო მასწავლებელი, ძია გიორგი ამბობენ თბილისში გადასახლდა. როგორ ბრძანდებით, როგორ ახართ? ხომ შეეგუეთ აკაურობა? რეჩვევით თანდათანობით, კარგია, ყველაფერი კარგია. ჩვენ ძალიან კმაყოფილია. ბატონი ლუკა რასი? ბატონო ლუკა, ამხანაგი გიორგი კითხულობს, როგორ შეეგუეთ აკაურობასო, როგორო? შესანიშნავადო.
იცოდე, თავი მოჭადრაკე მეგონა. 10 დაფაზე ერთდროულად თამაშობს ეს პირველ კლასელი ყლაპი. შედეგი? 12 ფლაში მომიგო. მე მგონი არ ცხებს დაადგებათ. კარგი დღე, საოცარია პირდაპირ. მადიცებულო გიორგი. ბატონო. ყველაფერი მზადაა, შეიძლება დავიწყოთ. დავიწყოთ. წავიდეთ. შალვა. შემოხკარი ამ ძელს და დავიწყოთ ვაიოს გადახვა. რასა 14 გრადუსიანი ღვინო დაგვიდეთ. ბატონო გიორგი, იქით სადმე წავიდეთ, ჩამოვჯდეთ. როგორც ყოველთვის ქალბატონი ასმათი სიბრძნეს ღაღადებს. მეც რაღაც დავიღალე. ფუთრი საჭრიჭინი მიყვარს. მეხრისა შემოძახილი, მუხის ქვეშ დიდი ჩრდილები, როცა ისვენებ დაღლილი თხოვს. აი სპექტაკლი იყო რა. ძალიან. აბა ბავშვებო, ზეიმი დამთავრებულია. ბავშვებო წავედი. აბა, ჩქარა. ახა, ურდღელო. ნელა. ამინდით რომ კარგი დაგვესრო. სწორედ ისეთი ხნას რომ ჭირდება. ამის თქმა არ მინდოდა დღეს, მაგრამ თბილისიდან და რეკეს ცეკაში გიბარებენ ვანიძესთან. როდის? დღეს საღამოს 8 საათამდე იქ უნდა იყოთ. ალბათ უკვე წასვლაცაა საჭირო. წარმომიდგენია რა ამბებს შეიტანდა ის ვანიძის კაცი. თვითონ ვანიძისგან კარგს არაფერს უნდა მოველოდეთ. გივი ვანიძე ძველი დემაგოგია. მაგრამ არაფერი, ახლა ისეთი ბრძოლა წამოიწყო რომ უეჭველად მოიტეხს კისერს. ადრე თუ გვიან ასეც უნდა მოიხდარიყო. თუ საკითხი გამწვავდა შეგვატყობინე. მაშინვე თბილისში გავჩდებით. თქვენ აკაურებას მიხედეთ. დამერწმუნეთ, ცეკა თქვენ დაგიჭერთ მხარს და არა ვანიძეს. ამაში მე მენდეთ. გენდობით. რაკი საღამომდე იქ უნდა ვიყო, ესე იგი დასვლა საჭირო. უნდა იჩქაროთ.
არ ვეწევებ, მადლობთ. მოწიე, კაცო. აგი არ ვეწევიო? მოვუკიდე, მეტი ჩარაში. თბილისისკენ მიდიხარ? დიახ. წამიყვანეს რა? კი ბატონო, დავბრძანე. თქვენ აქაური ხართ? დიახ. თქვენ? მე? დიახ. მე, აბა, როგორ გითხრათ? საერთოდ თბილისიდან ვარ. დიახ. 2 წელი აქ მუშაობ, მაგრამ აქაური კუდი ვერაფრით ვერ დავიხურე. მივდივარ, ტოვებ აქაურობას. თქვენ სად მუშაობთ? მასწავლებელი ვარ. პუშკინის ინსტიტუტი დავამთავრე თბილისში. აქ ჩემინებით, ჩემი სურვილით ჩამოვედი. გადავარჩინოთ მესხეთის დიდებაო და მეც აქეთ გამოვწიე. თავიდან თითქოს რაღაცას მივახციე კიდეც. ლამაზი ბუნება, დავინტერესდი ისტორიით. საფარა, ვარძია. მაგრამ მე სკოლაში წვიმა ჩამოდის. ბავშვები ისე ზოგჯერ კანტიკუტა თუ შემოევლიან გაკვეთილებზე. წარმოგიდგენიათ? კინო რა არის, კინო? კვირაში ერთხელ რო ჩამოიტანონ, ესეც დიდი ამბავია. თანაც აუცილებლად 4-5 წლის წინადელი გადაღებული ფილმია და დაჭრილი, გაუბედურებული. რა თქმა უნდა, არაბული. შარვალი რო გაგეხეს კაც? კერავი არ არის რომ დაგიგეროს. წარმოგიდგენიათ? ახალი რაიკომის მდივანი რომ დანიშნეს ის თორელი. ხალხი ამბობდა, ახლა მგონი გვეშველაო. არა, ისე შეეტყო სოფლებს, ზოგიერთს, მეზობელ სოფლებს. მაგრამ დრო გავიდა და ჩვენამდე ვერ მოაღწია და ახლა რომ ხართ, იმიტომ თაში კაც ცხოვრება არ უნდა? თქვენ ალბათ აფნარიდან ხართ რა? დიახ, აფნარიდან. მე მოგეცადათ ცოტაც და ცოტა კი არა. ორჯერ შეუტანეთ ჩვენ დირექტორს განცხადება. არაფრით არ გამანთავისუფლდა. დღეს დავყარე ფეხი და გამოვიბარე. ორჩა გათავდა. შვიდობით მესხეთო. კი, მაგრამ თქვენ მასწავლებელი ხართ. იცით რას გეტყვით? ნუ მოითხოვთ ყველა ადამიანისაგან გმირობას. მოგვიწით საშუალება ჩვენ უბრალო ადამიანებმაც იცხოვროთ. დავთქვათ სიმღერით, მეგობრებით. გამატარებინა ღმერთო ისეთი დღე, თქვა რა ბედნიერი ვარ. აღარ შეიძლება განუწყვეტლივ ვებრძოლოთ რაღაცას. წინააღმდეგობები გქონდეს. ოდესმე ალბათ დადგება ასეთი დროც. აი, როდესაც დადგება, მეც უკან დავბრუნდები. კი. გამემტყუნება? არა. არ გაგემტყუნე. ესმე. ძლებს არ ვიპოვე ერთი კაცი, რომელსაც
ბოლომდე ესმის ჩემი. მაინც არა ხარ მართალი. Дорогие товарищи, я часто вспоминаю слова Владимира Ильича Ленина, сказанные в 20 году одному из основателей коммунистической партии Британии, Уильяму Полю. Подлинная проверка для коммуниста – это его понимание, как, где и когда превращать свой марксизм в действие. Для нас, молодых комсомольцев-целинников, той ареной, тем местом, где наша вера превращалась в деяние, стала целина. Именно на целине мы почувствовали биение полнокровной жизненной артерии страны. Научились мыслить масштабно, по-государственному. Товарищ Брежнев сказал, человек растил на земле хлеб, а земля растила людей. Та земля, особенно выжженная палящим солнцем и сухими ветрами целина, может научить человека уму-разуму. Она требует от него постоянной готовности ставить на грань возможностей. Для нас, молодых коммунистов, это было очень важно. Оно будоражило и окрыляло это обстоятельство. Мы готовы были работать и день, и ночь, забывая о сне и отдыхе. Наши соседи, студенты сельскохозяйственного института, в своем селе Кизилтуши бесплатно построили 50 домов. А мы, университетские ребята, в своей Воскресеновке и в других селах рыли колодцы. В благодарность сельчане назвали эти колодцы грузинскими. Мне кажется, в этом заслуга моих предков, в частности, моего отца, искателя родников. Ленин говорил, самое важное – конкретно увидеть пусть отдаленную, но главную цель. Именно в те годы я понял со всей конкретностью, что я сын земли, что мой долг – поднять целину там, где ее надо поднять, и найти воду там, где она нужна. შენ დაგელოცოს ირგობლებცა ჰერია ბიჭებო ჰერიო თქვენ ახაბავეთ ჰერიო ჰერიო ბიჭებო ჰერიო Vaios madlis te